კასპიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანგილარში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. საბავშვო ბაღის შენობა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ორ სოფელში, ფერმასა და ჩანგილარში მცხოვრებ პატარებს მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ დღემდე საბავშვო ბაღს დამოუკიდებელი შენობა არ ჰქონდა და ნაქირავებს სახლში ფუნქციონირებდა. 50 ბავშვისთვის გათვალისწინებული ახალი ბაღი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის. შენობის გარდა მოეწყო ეზო და სათამაშო მოედანი. დასრულდა სოფელ ფერმის და ჩანგილარის ბაღის მშენებლობა. ბაღი ადაპტირებულია შეშემოპირებზე, ფაქტიურად ევროპული სტანდარტის არის. აღნიშნული ბაღი მოემსახურება ორი სოფლის ფერმის და ჩანგილარის მოსახლეობას. ყველა პირობა შეგვიქმნეს იმის, რომ უკეთესად ვიმუშაოთ და უკეთესად გავზარდოთ ჩვენს ბავშვები. პრობლემები ის იყო, რომ ნაქირავების შენობებში გადავდიოდით ბაღიდან შენობიდან შენობაში და არ იყო არასტანდარტული საბავშვო ბაღი იყო. ზეიმია ჩვენთვის დღევანდელი დღე. წარმოიდგინეთ, რომ 20 წლის შემდეგ ძლევას გვეღირსა ჩვენ საბავშვო ბაღი.